ეს 20 წლის ახალგაზრდა მხოლოდ ერთი ხულიგანი იყო, რომელიც საკუთარ უბანში Sunday ლიგას თამაშობდა. 25 წლის ასაკში ის უბრალოდ ქარხნის მუშა იყო, რომელიც სამუყვარულო გუნდში თამაშობდა. მაგრამ სულ რაღაც 3 წელიწადში, 28 წლის ასაკში იგი პრემიერ ლიგის ტიტულზე იმობდა და თანაც მთელი ქვეყნის საუკეთესო თავდამსხმელი გახდა. საინტერესოა, როგორ მოახერხა ეს. როგორ შეძლო Sunday ლიგის ხულიგანმა, რომლის თამაშის წინა დიეტა ლუდისა და Red Bull-ის ნაზავი იყო, პრემიერ ლიგის დაპყრობა. დღეს ფეხბურთის ნამდვილ BMF-ზე ჯეიმი ვარდიზე მოგიყვებით. რა თქმა უნდა, ჩემს ძმასთან, კროკოსთან ერთად. ახლა კი მოკალათით და დავიწყოთ. 1987 წელი. ჯეიმი ვარდის დაბადება. იგი შეფილდში დაიბადა და შანსები თავიდანვე მის წინააღმდეგ იყო, რადგან ჯერ კიდევ ჩვილობისას მამამ მიატოვა. რა თქმა უნდა, ოჯახი მარტოდ დარჩა. ჯეიმი გაჭირვებაში გაიზარდა ჰილსბოროს უბანში, სადაც ოცნებობდა ადგილობრივ კლუბ შეფილდ უენსტიში თამაშზე. მისი ოცნება ახდა, როდესაც კლუბმა ახალგაზრდულ გუნდში თამაშის შანსი მისცა. მაგრამ მისი ოცნებები მალევე ნაწილებად დაიმსხვრა, როდესაც შეფილდ უენსტიმ იგი გუნდიდან გამოუშვა. მიზეზი კი მისი სიმაღლე იყო. როგორც ჩანს, მისი საფეხბურთო კარიერა თავიდან იქამდე დასრულდა, ვიდრე დაიწყებოდა. ვარდიმ ფეხბურთს საერთოდ თავი დაანება და თქვა: ყველაფერი რაც ოდესმე მინდოდა, წამერთვა. არაფერი იყო იმ დიდი სიცარიელის შესავსებად. დაკარგული ვიყავი. ამ ყველაფერს კი ისიც დაემატა, რომ როდესაც გუნდიდან გამოუშვეს, აი მას შემდეგ დაიწყო სიმაღლეში ზრდა, რამაც მას ცოტა უსუსურობის განცდა დაუტოვა. სწორედ ამ დროს დაიწყო კონფლიქტი მას დედასა და მის მამინაცვალთან, რის გამოც სახლიდან წავიდა და რაღაც უცნაურ სამუშაოებზე დაიწყო მუშაობა, რათა თავი გადაერჩინა. ეს დიდხანს არ გაგრძელებულა. რამდენიმე თვის შემდეგ ის შეუერთდა ადგილობრივ გუნდს. შემდეგ კი მეგობარმა დახმარება გაუწია და ის სტოქსბრიჯ პარკ სტილში მოაწყო. ეს იყო პატარა კლუბი ინგლისის ფეხბურთის მერვე დივიზიონში, რომელსაც სულ რაღაც 100-მდე გულშემატკივარი ჰყავდა. მაგრამ აქ ერთი პატარა ამბავი იყო. სტოქსბრიჯი, ისევე როგორც სხვა ბევრი პატარა ინგლისური კლუბი, ასპარეზობდა ინგლისის თასის საწყის რაუნდებში. რაც ვარდის მოგვიანებით უნიკალური საფეხბურთო რეკორდის დამყარებაში დაეხმარა, რაზეც მოგიყვებით. სტოქსბრიჯმა ვარდის პირველი საფეხბურთო კონტრაქტი გაუფორმა, რომელიც მას კვირაში 30 გირვაქას უხდიდა, რაც შეფილდში ერთი ღამის გასართობად ძლივს იყო. ვარდის თქმით, ფეხბურთიდან აქამდე მაინც არაფერი უშოვია, ამიტომ ძალიან ბედნიერი იყო. თუმცა რეალობა ის იყო, რომ ამ ფულით თავს ძლივს ირჩენდა. მალე ყველაფერი კიდევ უფრო გაუარესდა. ერთ ღამეს, როდესაც ის მეგობრებთან ერთად სვამდა, ვიღაცა მის მეგობარს სმენის აპარატის გამო დასცინა. გამოიცნობდით და ჩვენი ბიჭი ჩხუბში ჩაერთო, დააპატიმრეს და შემდეგ თავდასხმის ბრალდება წაუყენეს. სასამართლო მას ფეხზე ელექტრონული მონიტორის ტარება დააკისრა და სახლიდან ღამით გასვლა აუკრძალა, რამაც სტოქსბრიჯში თითქმის შეუძლებელი გახდა მისი თამაში. ყოფილა მომენტები, როდესაც მას მხოლოდ პირველი ტაიმის თამაში უწევდა. ტაიმის შემდეგ კი აუცილებლად ღობეზე უნდა გადამხდარიყო, მანქანაში ჩამჯდარიყო და რაც შეიძლება სწრაფად წასულიყო სახლში, რადგან 6 საათზე უკვე იქ უნდა ყოფილიყო. მისივე თქმით, მონიტორი იმდენად მყარი იყო, რომ ცუდი დაცემისგანაც კი იცავდა. საბოლოოდ ამ ბრალდებამ მისი კარიერა გადაარჩინა, რადგან ამის შემდეგ ვარდი ფეხბურთის მთლიანად თავის დანებებასა და ჯარში წასვლას აპირებდა. მაგრამ როდესაც მივიდა და მათ ნახეს მისი კრიმინალური ისტორია, ჯარში წასვლაზე უარი უთხრეს და გამოისტუმრეს. აი ეს კი საბოლოოდ მისი ძალიან დიდი გამართლება აღმოჩნდა. ჯეიმიმ ყურადღების მიქცევა დაიწყო, მათ შორის ინგლისის თასზე, სადაც სტოქსბრიჯი 7-2 დაამარცხა. იგი მოედანზე საუკეთესო მოთამაშე იყო, რომელიც ფანტასტიკურ ფორმაში მყოფ, აგრესიული და თავდაჯერებულ ფეხბურთელად ითვლებოდა. ვარდიმ გუნდში 115 მატჩში 55 გოლი გაიტანა, რაც გუნდს დაწინაურებაში დაეხმარა. მალევე მისი სხვა გუნდები დაინტერესდნენ, ისეთი მაგალითად როგორიცაა ჰალიფაქს თაუნი, რომელიც იმავე ლიგაში თამაშობდა, მაგრამ სტოქსბრიჯზე ბევრად დიდი გუნდი იყო. ხალხი აფრთხილებდა ჰალიფაქსის მენეჯერს, რომ ვარდი არ აიყვანა, რადგან მას ცუდი რეპუტაცია და მიდრეკილება ჰქონდა წითელი ბარათების მიმართ. მაგრამ იმ კაცმა ყველაფერი ფეხებზე დაიკიდა და 15,000 გირვანკა სტერლინგად ვარდი გამოისყიდა. ჯეიმიმ ახალ გუნდში გაიბრწყინა. მან 25 გოლი გაიტანა და გუნდის წლის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. ცოტა ხანში კი ისევ შეიცვალა გუნდი. ამჯერად ფლიტვუდ თაუნში გადავიდა 150,000 გირვანკად. ეს კი კლუბისთვის რეკორდული თანხა იყო. იმ დროისთვის ფლიტვუდი ინგლისის ფეხბურთის მეხუთე დივიზიონში იყო და ეს დიდი წინგადადგმული ნაბიჯი იყო. ზოგიერთ ფეხბურთელს საერთოდ არ ესმოდა, რატომ იყიდა კლუბმა ვარდი, რადგან მისი სახელი არავის არსად არასდროს გაუგია. მაგრამ მას შემდეგ, რაც ჯეიმიმ სამსახური დატოვა, მას უკვე შეეძლო მთელი დრო ფეხბურთისთვის დაეთმო. ამან კი ის გამოიწვია, რომ იგი გუნდში საუკეთესო ფორმაში მყოფი და ყველაზე სწრაფი მოთამაშე იყო. მისმა აგრესიულმა ბუნებამ მას ზედმეტ სახელი ზარბაზანი მოუტანა. ერთხელ მან გუნდის ფიზიოთერაპევტის მანქანა მთლიანად ცელოფნის პარკებში გადაახვია და ამით მიულოცა დაბადების დღე. ერთხელ ვარჯიში გააცდინა, ამის გამო იგი დასაჯეს და სიცივეში შიშვლად არბენინეს. მისმა თამაშმა მოგვიანებით უფრო დიდი გუნდების ყურადღება მიიქცია. მათ შორის იყო ბლეკპული,
რომელმაც ახალგაზრდა 750,000 გირვანკა შესთავაზა, მაგრამ ფილიპ-უდმა უარი თქვა. 25 წლის ასაკში ჩემპიონშიპის კლუბმა ლესტერ სიტი მასზე 1 მილიონი გირვანკა გამოყო, რაც სამოყვარულო ფეხბურთელისთვის ყველაზე მაღალი შეთავაზება იყო. ასე რომ, ვარდი ადგა და 25 წლის ასაკში სამოყვარულო ფეხბურთიდან პირდაპირ პროფესიონალურში გადახდა. მას შემდეგ, რაც მთელი მისი ცხოვრება სამოყვარულო და უბნის გუნდებში ჰქონდა გატარებული. ლესტერში გადასვლა მისთვის იოლი არ ყოფილა. სინამდვილეში, ყველაფერი მხოლოდ უარესობისკენ მიდიოდა. ჯეიმიმ ლესტერში ცხოვრება ტოკვეი იუნაიტედის წინააღმდეგ თამაში გატანილი გოლით დაიწყო. თავის პირველ 8 მატჩში კი მან 3 გოლი და 2 ასისტი გააკეთა. შემდეგ კი ფორმა დაკარგა. მთელი სეზონის განმავლობაში მხოლოდ 1 გოლი გაიტანა და მიხვდებოდით, ამანის გამო იწვია, რომ იგი სკამზე გადასვეს. ამ დროს ვარდის თავდაჯერებულობა დაკარგული ჰქონდა. გულშემატკივრების სოციალურ ქსელში მას შეურაცხყოფას აყენებდნენ, ამა რა თქმა უნდა ფეხბურთელზე იმოქმედა. ამას ემატებოდა გულშემატკივრების გაუთავებელი შეურაცხყოფები და ჯეიმი ფიქრობდა, რომ ფეხბურთისთვის საერთოდ თავი დაენებებინა. ლესტერის ვიცე-პრეზიდენტმა თქვა, რომ იგი ყოველდღე სვამდა და ვარჯიშშიც კი ნასვამი მიდიოდა. ერთხელ მას ფეხი დაუზიანდა, თან ისე, რომ მისი მდგომარეობა არ უმჯობესდებოდა. ფიზიოთერაპევტმა მას კითხა, თუ რა ჩვევები ჰქონდა. რის შემდეგაც მან აღიარა, რომ ყოველ ღამე სკიტლსის კამფეტებს ალკოჰოლთან ერთად სვამდა, რაც მას ფეხის მოშუშებაში ხელს უშლიდა. ასევე ამბობდა, რომ მას უჭირდა აღიარება, რომ იგი კარგი ფეხბურთელი არ იყო. ამიტომ მეგობრებთან ერთად გამუდმებით სვავდა და ეწეოდა. ამ ყველაფრის ფონზე მის მთავარ მწვრთნელს ნაიჯელ პირსონს და მის ასისტენტს კრეიგ შექსპირს არასდროს შეუტანიეთ მის ნიჭიერებაში ეჭვი. როგორც უკვე ვთქვი, ვარდი სერიოზულად ფიქრობდა, რომ ამ სპორტისთვის თავი დაენებებინა, მაგრამ მისი მწვრთნელები არ წმონებდნენ, რომ სინამდვილეში ძალიან კარგი ფეხბურთელი იყო და მის გახსნას პატარა დრო ჭირდებოდა. ამ საუბრებმა ჯეიმის თავდაჯერებულობის დაბრუნებაში შეუწყო ხელი. საბოლოოდ მან სმას თავი გაანება და მთელი ზაფხული თავისი ფიზიკური მომზადების გაუმჯობესებაზე იმუშავა. რაღაც ცუდი ჩვევები გადააგდო, მაგრამ რაღაც ცუდი ჩვევები დაიმატა. ყოველი თამაშის წინ სვავდა ზედიზედ 3 ცალ Red Bulls და აყოლებდა 2 მაგ ესპრესოს, რის გამოც პირდაპირ გაგებით გიჟივით დარბოდა მოედანზე. ამან მას წარმატება მოუტანა. მომდევნო სეზონში 16 გოლი გაიტანა და გუნდის წლის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა, რადგან ლესტერი პრემიერ ლიგაში ავიდა, რაც ვარდისთვის ოცნების ასრულება იყო. სამოყვარულო ლიგიდან პრემიერ ლიგაში გადახტომა პირდაპირ ძალიან დიდი ზღაპარია. ჩვენი გმირი კი ზუსტად ამ ზღაპარში ცხოვრობდა. მიუხედავად იმისა, რომ სექტემბერში მას მანჩესტერ იუნაიტედის წინააღმდეგ წარმოუდგენელი თამაში ჰქონდა, სადაც მან 1 გოლი გაიტანა, 2 საგოლე პასი გააკეთა და 2 პენალტი მოიპოვა, მარტამდე გოლი აღარ გაუტანია. ლესტერი ცხრილში ბოლო ადგილზე დაიშვა და 9 თამაში ჰქონდა დარჩენილი. სწორედ აქედან იწყება ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ამბავი. გუნდი განწირული იყო დაღმასვლისთვის. ისინი ვერ იგებდნენ, სანამ მარტის ბოლოს თამაშამდე ვარდი მისევ არ გაიტანა გოლი. მართალია მელივი დამარცხდნენ, მაგრამ ჯეიმიმ თავის თავდაჯერებულობა დაიბრუნა და ლესტერმა შემდეგ 4 თამაში ზედიზედ მოიგო. ვარდიმ სასიცოცხლო მნიშვნელობის გოლი გაიტანა ვესტ ბრომის წინააღმდეგ და თამაში ერთადერთი გოლი შეაგდო ბანლისთან, რის შემდეგაც გუნდში მე-17 ადგილზე ავიდნენ. მომდევნო მატჩი მათ ჩელსისთან ჰქონდათ, სადაც დამარცხდნენ და აი ამ მარცხმა გუნდზე ძალიან იმოქმედა. მაგრამ იმდენად არ მოქმედია, რომ ბოლო 4 თამაშიდან 3-ის მოგება ვერ მოეხერხებინათ და პრემიერ ლიგაში ადგილი ვერ შეენარჩუნებინათ. ისინი ლიგაში დარჩნენ. ეს იყო ერთადერთი შემთხვევა, როდესაც გუნდმა პირველი 29 თამაშიდან მხოლოდ 20 ქულის მოპოვება შეძლო და მაინც ლიგაში დარჩა. ვარდიმ სეზონი 5 გოლი დაასრულა, მაგრამ მისმა ფორმამ სეზონის ბოლოს ფეხბურთელის კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი მომენტი მოუტანა, რადგან იგი ინგლისის ეროვნულ ნაკრებში გამოიძახეს. თუმცა ნაკრებში გამოძახების მიუხედავად, ვარდიმ საკუთარ თავში ისევ ეჭვის შეტანა დაიწყო და ეროვნულ გუნდში მისვლაზე ყოყმანობდა. საბოლოოდ მან გადაწყვიტა იქ მისვლა და ძალიანაც მოეწონა. კარგად მოერგო გუნდს. ამან მას კიდევ უფრო დიდი სურვილი გაუჩინა, რომ მთელი მსოფლიოსთვის ეჩვენებინა, თუ რისი გამკეთებელი იყო. ამ ყველაფერმა ჩაიარა. ზაფხულში იგი ლესტერში უკან დაბრუნდა, მაგრამ სრული ბარდაგი დახვდა. სეზონის დასრულების შემდეგ მწვრთნელი ნაიჯელ პირსონი გაათავისუფლეს. თავკაცის გარეშე დარჩენილ გუნდს კი გავარდნას უწინასწარმეტყველებდნენ, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც გამოაცხადეს, რომ მათი ახალი მთავარი მწვრთნელი კლაუდიო რანიერი იქნებოდა, რომელსაც საბერძნეთის ნაკრებთან ერთად კატასტროფული შედეგები ჰქონდა. კიდევ უფრო უარესი, გუნდმა ასევე თავის ვარსკვლავი კამბიასო დაკარგა და იმ დროისთვის რამდენიმე უცნობი მოთამაშე, მათ შორის ნგოლო კანტე დაიმატა. ამიტომ გასაკვირი არ იქნა
მიიჩნევოდა, რომ რანიერი პირველი მწვრთნელი იქნებოდა, რომელსაც ამ სეზონში გაუშვებდნენ. გაზეთმა Guardian-მა დაწერა, რომ თუათ ვინმე სჭირდებოდათ, ვინც პრემიერ ლიგაში ადგილს შეუნარჩუნებდა, მაშინ არასწორი ადამიანი მოუყვანიათ. ვარდიმ სეზონი კარგად დაიწყო. 2015-16 წლების სეზონში ლესტერის პირველი გოლი გაიტანა. იმ თამაშში სანდერლენდი 4-2 დაამარცხეს. ამის შემდეგ ვესტ ჰემისა და ტოტენჰემის წინააღმდეგ ვერაფერი იქნა, მაგრამ შემდეგ მატჩში ისევ გაიტანა და წარმოუდგენელი გოლების სერია დაიწყო. თუმცა ტელეკომპანია BBC-ის სპორტული ჟურნალისტები გამოვიდნენ და განაცხადეს, რომ გუნდის დაცვა იმდენად საშინელ ფეხბურთს თამაშობდა, რომ მათთვის პრემიერ ლიგის მოგების შანსი დაახლოებით 5001-თან იყო. ლესტერმა მომდევნო თამაში ნორვიჩის წინააღმდეგ მოიგო, სადაც ვარდიმ დაზიანებული მატჩის მიუხედავად ისევ გაიტანა. შემდეგ დუბლი შეუსრულა საუთჰემპტონს, რამაც მას 9 გოლი დაუგროვა 9 თამაშში. მისი გოლების სერია არ ჩერდებოდა. მოგვიანებით იგი გახდა პრემიერ ლიგის იმ სამი მოთამაშეთაგან ერთ-ერთი, რომლებმაც ლიგის 8 თამაში ზედიზედ გაიტანეს გოლები. მომდევნო მატჩი ვესტ ბრომის წინააღმდეგ ჰქონდათ, სადაც ვარდი დაზიანდა. გულშემატკივრებმა მაშინვე ჩამოწერეს და ყველა იძახდა, რომ მისი ეს წარმატებული სერია აი აქ მთავრდებოდა. მისი გოლების სერია დასრულდა, მაგრამ გუნდს საერთოდ არ გაჭიროებია ის, რომ შემდეგი თამაშიც მოიგო და პრემიერ ლიგის სათავეში ასულიყო. ბევრს ეგონა, რომ მელიების წარმოუდგენელი სერია ძალიან მალე დასრულდებოდა. გარი ლინეკერმა, გუნდის ერთგულმა გულშემატკივრმა პირობა დადო, რომ მატჩის გადაცემა საცვლობით წაიყვანდა თუ ლესტერი ლიგას მოიგებდა, რადგან რა თქმა უნდა ფიქრობდა, რომ ამის შანსი 0 იყო. რამდენიმე თამაშის შემდეგ ისინი მეორე ადგილზე დაეშვნენ. მათ გამარჯვება განაგრძეს და იანვარში ისევ პირველზე ამოვიდნენ. ამასობაში ვარდიმ ინგლისის ნაკრებში პირველი გოლიც გაიტანა გერმანიის წინააღმდეგ და ასევე ულამაზესი გოლით ლივერპული დაამარცხეს. მოგვიანებით თამაშებში ვარდიმ კიდევ 3 გოლი გაიტანა. ეს იქამდე სანამ სვონსთან წითელი ბარათით მოვიდნიდან არ გააძევებდნენ. თუმცა ლესტერმა ბოლომდე გაუძლო და მაისის დასაწყისში მანჩესტერ იუნაიტედთან ფრე ითამაშა. ისინი პრემიერ ლიგის ჩემპიონები გახდებოდნენ, თუ მეორე ადგილზე მყოფი გუნდი ვერ მოიგებდა. მელიების და საბედნიეროდ მეორე ადგილზე ტოტენჰემი იყო. ტოტენჰემი კი ჩელსის ეთამაშებოდა. ჯეიმიმ კი ამ თამაშის ყურება სახლში გადაწყვიტა და სახლიდან უყურებდა თუ როგორ აგებდა ტოტენჰემი ჩელსის წინააღმდეგ. გუნდმა ტიტული მოიგო და პრემიერ ლიგის ისტორიაში ყველაზე წარმოუდგენელი სეზონი დაასრულა. ჯეიმიმ კი 24 გოლი გაიტანა და 6 საგოლე პასი გააკეთა. თავისი შესანიშნავი სეზონის გამო ვარდი პრემიერ ლიგის წლის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა და ოქროს ბურთის გამოკითხვაში მერვე ადგილზე გავიდა. ეს იყო ბოლო 10 წლის განმავლობაში ინგლისელი ფეხბურთელის მიერ დადებული ყველაზე მაგარი შედეგი. რა თქმა უნდა, ასეთი კარგი პერფორმანსების შემდეგ, რომელსაც გუნდი ახორციელებს, გასაკვირი საერთოდ არ არის, რომ ამ გუნდის ფეხბურთელების წაყვანა სხვებს სურთ. ყველა ვარდის ყიდვაზე უცნებობდა. არსენალმა კი მასზე 22 მილიონის შეთავაზება გააკეთა. თუმცა ჩვენ გმირს ახსოვდა, თუ როგორ დაუდგა ლესტერი გვერდით ყველაზე რთულ დროს და არსენალის წინადადებაზე უარი თქვა. მელიებმა სხვა ვარსკვლავები გაყიდეს, მაგალითად რიად მაჰრეზი და ნგოლო კანტე და ცხრილშიც დავლა დაეშნენ. მათ მთავარ მწვრთნელად კლოდ პიუელი აიყვანეს, მაგრამ მან მალევე გადაწყვიტა, რომ ვარდი ძალიან დიდი პრობლემა იყო და იგი სკამზე გადასვა. გულშემატკივარი რა თქმა უნდა ძალიან გაბრაზდა, რადგან ჯეიმი ბევრის საყვარელი ფეხბურთელი იყო. ექსპერტები ამბობდნენ, რომ 30 წლის კაცი პრემიერ ლიგისთვის უკვე ძალიან ბებერია და დრო იყო წასულიყო. მაგრამ სიტუაცია ცოტა შემოტრიალდა. პიუელი გაათავისუფლეს და ახალმა მწვრთნელმა ბრენდან როჯერსმა ჩვენი გმირის ირწმუნა და არ შემცდა. ვარდიმ 33 წლის ასაკში სეზონში 23 გოლი გაიტანა, მათ შორის თავისი მიასე პრემიერ ლიგის გოლი და ლიგის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. ის იყო ყველაზე ხანდაზმული მოთამაშე, რომელმაც ოქროს ბუცი მოიგო. მომდევნო წელს ლესტერ სიტი ინგლისის თასის ფინალში გაძურა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ვარდი იყო პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ჩემპიონატის ყველა რაუნდში ითამაშა. მათ შორის ყველა წინასწარ რაუნდში. აი ის ვიდეოს თავში რომ ვახსენე. გუნდმა ინგლისის თასიც მოიგო და კაცისთვის, რომელმაც უბნის ფეხბურთით და სამოყვარულო ლიგაში თამაშით დაიწყო თავისი კარიერა, ამდენის მიღწევა გახდა შესაძლებელი. ჯეიმი ვარდი დღემდე ბევრისთვის საყვარელი ფეხბურთელია და მათ შორის ჩემთვის. სულ მახსოვს Ultimate Team-ში რომ მომდიოდა, რაც არ უნდა დაბალი რეიტინგი ქონოდა, ვიღაც სუპერსტარებთან მაინც ვაყენებდი ხოლმე და ვათამაშებდი. დღეისთვის სულ ეს იყო. თუ მოგეწონათ ვიდეო კი იცით რაც უნდა ქნათ. გამოწერისას ზარის ღილაკი ჩავართეთ რომ ნოტიფიკაციები არ გამოგრჩეთ. მოიწონეთ ვიდეო, მე კი დაგემშვიდობებით. აბაჰე და აბაჰო.